ამის 4 საათი იყო უკვე, ყველას გვეძინა. ეკავს ვიცოლა ჩემი, თქვი რა ხდება? უპასუხებ ვიცოლაო, რაღაცა ისეთი ქარია და ძაღლები ყიგებენ ყველაფერსო და რაღაცა ხდებაო და მე ვთხარი ვიცოლა, მე მეგონა რომ მარტო ხელაქალია რაღაცა წნევა, პენსიონერია, ნუ გეშინია, მე ვთხარი არაფერი არა, გადმოგიყვან ფეჭრავანთებ და გადმოგიყვან ჩემთან. ამ დროს გავდივარ უკვე პლოშადი მოხსნილი იყო წინ. ამ დროს ტრიალდები უკან და ბავშვები მყავს, 4 წლის შვილები მყავს, იმათ ვაღვიძებ და შემომყავს მანქანა. ამ დროს სხვა ბავშვებს ადიელები შემოვაფარე, ქარი, რაღაცა არაადეკვატური ხმები, მტრევა, ფშნა, ბეტონის ფილა ატყდა და ამაგდო მანქანით. უცებ ვაჩერებ მანქანას, აბავშვები გადმომყავს, მაგრამ ძირს დგები, ტალახი, ერთი ბავშვი წამართვა უკვე ამ ლაფომ, აი ეს ლაფოში აქეთ მეუღლეს დაეცა, ამ ბეტონებში მოუყვა, ამომყავს მეუღლე, მე მეორე ბავშვი გამომტაცა ამ ქარმა, ვიწვალეთ, მაგრად ვიწვალეთ, ერთი 10 წუთი ყველაზე ცოტა ვწვალობდი. ბავშვები ისტერიკულ წივილი, კივილი გვიშველეთ, მაგრამ ვინ გვიშველის? არავის არ ესმის ქარი, საშინელი. ვიწვალეთ, მაგრამ ამ დროს უკვე გამოჩნდა მაშველების, ეგრევე მოვიდა მაშველები, ახლა თვითონ აქ მოსახლის ბიჭებიც იყვნენ ახალგაზრდები და აი მათმა დაგვინახეს რა, შუქზე, მანქანის შუქზე. მოგვიყვანეს. (2026) წლის 12 მარტს, გამთენიისას, ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მდებარე სოფელ კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ჩვენი ინფორმაციით, მეწყრულ ზონაში მოხდა 50-მდე სახლი და სამეურნეო ნაკვეთი. 15 სახლი სრულად დაინგრა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა. სოფლის თავზე, სწორედ იმ მთის მიმდებარედ, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა, წლების განმავლობაში გრანიტის მომპოვებელი კარიერები მუშაობდა. თუმცა სოფლის მკვიდრთა ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში კარიერი აღარ ფუნქციონირებდა. ჩვენ ვნახეთ მეწყრის ჩამოშლის ადგილი, ძირიანად მოთხრილი და რამდენიმე ათეულ მეტრზე გადანაცვლებული სახლები. რამდენიმე სახლი მთლიანად ჩამარხულია მიწაში და მხოლოდ სახურავი მოუჩანს. მეწყრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 45 ოჯახი. სახელმწიფომ ჯერჯერობით ერთადერთი პასუხისმგებლობა აიღო ამ ადამიანების წინაშე. ერთჯერადად 500 ლარი გადაუხადა და დროებითი საცხოვრისები უქირავა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ხელისუფლება ასეთ პერსპექტივას უსახავს. ეკომიგრანტების სტატუსით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაც სახელმწიფო რეგულაციით სტანდარტულია ყველა ეკომიგრანტისთვის. საკომპენსაციო თანხის ზედა ზღვარი მხოლოდ 30,000 ლარია. უსახლკაროდ, პირადი მეურნეობის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, რომლის დიდმა ნაწილმა შინაური ცხოველების გამოყვანაც კი ვერ მოახერხა და მიწაში სახლებთან ერთად მთელი ქონება ჩამარხა. საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთების ჩათვლით, არავინ უხსნის, როგორ უნდა შეძლონ ამ ოდენობის საკომპენსაციო თანხით სახლების ყიდვა და ცხოვრების თავიდან დაწყება. ჯერ ოფიციალურად ეს კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ რასაც ამბობენ, რომ ეს იქნება 30,000 ლარი და 35,000, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ცხოვრობდით ამ სოფლით. აქ ქონდა ძირითადი სახლები, ამით ვირჩენდით თავს, ზოგს სოფლის მეურნეობა ქონდა. თუ რაიმე დაუშვათ ამ დასკვნაშიც იქნება ყველაფერი, თუნდაც ის მშენებლობა სახლისაც, ესეც იყო სახელმწიფო ნებართვით გაცემული და მშენებლობები დაწყებული ამ ნებართვების საფუძველზე. ამიტომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უკვე ვალდებულია თავის მოქალაქეებზე იზრუნოს და იყოს ადეკვატური და პროპორციული იმ ზარალისა, რაც ჩვენ თითოეულმა მათგანმა განვიცადეთ. ამაში არც ჩვენ არა ვარ დამნაშავეები, რომ მიწა მოწყდა, არ ვიცოდეთ ჩვენ არანაირი კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხაზს გავუსვამო. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონია, რომ მიწა იყო მეწყრული და რაიმე შეიძლება და მომხდარი იყო ამ მიწაზე. და ერთ დილით ესე უეცრად დავკარგეთ ყველაფერი. რასაც წვალობდით, შრომობდით, დედა პენსიონერი, მამა პენსიონერი, მე ვარ ერთი მშობლობდი და შვილები მყავს.
ერთი მანქანა მყავდა ისიც ბანკით გამოყვანილი, კემიჩერები ხართ ისეა ჩატოვებული და არაფერი არ გამიტანე, რაც გვეცვა და გამოვედით, იმით ამოვედით. ჩვენთვის ხო ეგ არისო, შეუფასებელი, იმიტომ თელი ცხოვრება ხო აკეთებდა მამაჩემი, მეც იმასთან ერთად წვალობდით და მამა ცოცხალი. კი, ცოცხალი მყავს, მაგრამ არ ვიცი, ღმერთო კარგად მიყოფე. პატარა ბავშვი ტირის. რაც ვიწვალე ახლა, რო არ მოვსწრებოდიო, უკეთესი იყო თელი ნაწილი. ჩემთან ერთად ნაქირავებში გავედით, მე გვიქირავით. რატომ არ არსებობდა მეწყერის პროგნოზი? რატომ არ ჰქონდა მოსახლეობას ინფორმაცია სავარაუდო საფრთხეზე, როცა ასეთი საფრთხის ალბათობის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს არაერთი წლის ბიულეტენში იყო აღნიშნული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა ყოველწლიურად გამოაქვეყნოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვლილი წლის შედეგები და მომავალი წლის პროგნოზი. ისე დაიწყო 2026 წლის მეწყრული პროცესები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ასეთი ბიულეტენი არ გამოუქვეყნებია. ჩვენ ვიკითხეთ ამის მიზეზი, რაზეც სააგენტომ გვიპასუხა, რომ ასეთი ბიულეტენი მხოლოდ ახლა მზადდება დასაბეჭდად. რაც ძალიან უცნაურია, რადგან არა მხოლოდ გარემოს დამცველებმა, დილეტანტებმაც კი იციან, რომ ვარცოფებისა და მეწყერების საფრთხე გაზაფხულზე აქტიურდება და სწორედ ამ დროისთვის არის აუცილებელი და საჭირო მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციის ქონა, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, მოსახლეობის გაფრთხილებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. ჩვენ შევისწავლეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული სხვა ბიულეტენები, მათ შორის ბოლო 2024 წლის ბიულეტენი 2025 წლის პროგნოზის შესახებ. ამ პროგნოზის თანახმად კი საქართველოს არაერთი რეგიონი და ყველაზე მეტად იმერეთის სწორედ ის სოფლები, რომლებშიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მეწყერი წვება, განსაზღვრულია როგორც ძლიერ მეწყერსაშიში ზონები. იცნობდა თუ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ პროგნოზს? თუ იცნობდა, რა გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობა ინფორმირებული შეხვედროდა მოსალოდნელ საფრთხეს და ნაკლები დანაკარგები ჰქონოდა მეწყრის შედეგად. როგორც ირკვევა, არაფერი. არსებობს კიდევ არაერთი დოკუმენტი, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვითი სახელმწიფო სტრუქტურების ჩათვლით ასევე არავინ აქცევდა ყურადღებას. ბოლო წლების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მიუხედავად გეოლოგიური საფრთხეების მზარდი დინამიკისა, ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს. არ არის აწყობილი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ოპერატიული მიწოდების მექანიზმი. მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ზონებში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, არ არის დამონტაჟებული მონიტორინგის ისეთი ავტომატიზებული ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა დროულ გადაცემას და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას. უფრო მეტიც, აუდიტის ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანას არ აქვს კატასტროფების პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. ანუ ქვეყანაში, სადაც მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ღვარცოფსაშიშ, ან სხვა სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონებად არის გამოცხადებული თითქმის ყველა მუნიციპალური ტერიტორია, 2025 წლის გაზაფხულამდე არ არსებობდა სახელმწიფო სტრატეგიული ხედვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის. ასეთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მთავრობამ მხოლოდ 2026 წლის მარტში მიიღო. კურსების ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე. ადვილი გასაგებია, რა შეიცვლებოდა ასეთი საკანონმდებლო ხარვეზების არარსებობის მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფებზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შემთხვევაში. მინიმუმ 100 ადამიანი და ოჯახი ხომ შეძლებდა მატერიალური ქონების გადარჩენას, ოჯახების გახიზვნას, დაღუპვისა და ცოცხლად დამარხვის წინაშე მოულოდნელი აღმოჩენისაგან ხსნას, რისი შანსიც ამ ადამიანებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების არასრულფასოვნად მუშაობამ წაართვა. კურსების თითქმის ყველა მკვიდრი დაბეჯითებით გვეუბნება, რომ მათთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ მათი სოფელი ოდესმე მეწყრის საშიშროების წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო. და ეს მაშინ, როდესაც ეს სოფელი გეოლოგიურ რუკებზე წლებია მეწყერსაშიშ ზონად არის აღნიშნული. გასარკვევია, რამ გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ასეთი გაუფრთხილებლობა. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციის არ ქონა, ან უარეს შემთხვევაში მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციის ჩაკეტვა. ამ კითხვებს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი. მით უფრო, რომ მეწყერის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე ტყიბულის მუნიციპალიტეტს თავად სოფლის მოსახლეობამ აცნობა სოფელში შენიშნული უცნაური გეოლოგიური მოვლენების შესახებ, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ამ გაფრთხილებასაც არავითარი ყურადღება არ მიაქცია. არავის არასდროს არ უთქვამს, რომ სოფელი მეწყერსაშიში იყო ეს, რომ მოხდა
მას შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ყოფილვართ მეწყერ საშის ზონაში. ჩემს უბანში, ჩემს მეზობელს სანამდე მეწყერი ჩამოწევოდა, რამდენიმე დღით ადრე დაუზიანდა სამზარეულო და მოუწია, რომ ოჯახი გაიყვანა იქედან. შესაბამისად შეატყობინა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა უთხრეს, რომ ჯერ უნდა ჩაეწეროს სახლში და ამის შემდეგ უკვე მოხდება შესაბამისი რეაგირება. მერე დაწერე განცხადება და მერე მოვახდენთ რეაგირებას. გამომძიებელ რეპორტიორს გადასცეს წერილი, რომელიც სოფელ კურსების მცხოვრებმა ვახტანგ არიშვილმა ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში მისწერა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს. მეწყრის ჩამოშლამდე 4 თვით ადრე. წერილით ის ადგილობრივ ხელისუფლებას ატყობინებდა, რომ მის ეზოში ბეტონის კედელი გაიხსნა და წაიქცა, რადგან კედელს ზემოდან წამოსული მიწა მოაწვა. რომ მიწამ მისი ეზოს ირგვლივ და თავად ეზოშიც რამდენიმე ათეული სანტიმეტრით დაიწია. გაჩნდა ნაპრალები. ვახტანგ არიშვილი ეჭვობდა, რომ რაღაც სტიქიური გეოლოგიური პროცესი იწყებოდა. ტყიბულიდან ჩამოსულმა წარმომადგენელმა ეზოს დათვალიერების შემდეგ არიშვილებს აუხსნა, რომ კედელი მათი ჟოლობის გაუმართავობის გამო დასველდა და შემდეგ ამ მიზეზითვე გაიხსნა. მიწის ჩამოწოლაზე არავის გაუკეთებია განმარტება. ასე წაუყრუა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ ბუნების მიერ გამოგზავნილ საგანგაშო ნიშანს. მერიას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ატყობინებდნენ, რომ სოფელში უცნაური მოვლენები ხდებოდა. გაიბზარა ბეტონის გზა, დასკდა მილები, ნაპრალები გაუჩნდა მიწას სოფლის ირგვლივ. ტყიბულის გამგეობაში სოფლის მცხოვრებთა ჯგუფიც ჩავიდა და ჩაიტანა ამბავი სავარაუდო საფრთხის შესახებ, რომელიც სოფელს ემუქრებოდა. თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რეაგირება არც ამაზე ჰქონია. და ეს მაშინ, როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენებში არაერთი წლის პროგნოზში სრულიად კონკრეტულად ეწერა ამ რეგიონში მოსალოდნელი მეწყრული საშიშროების შესახებ. გამომძიებელმა რეპორტიორმა ტყიბულის მერიას მიმართა შეკითხვით, რა იყო მათი უმოქმედობის მიზეზი მოსახლეობისგან მიწოდებულ საგანგაშო ინფორმაციებზე. მერიამ ჩვენს კითხვას პასუხი არ გასცა. მოხდა ცენტრალური გზის დაზიანება, ტყიბული ქუთაის ჩავარდა გზა, ნუ რა ერთ ადგილას ჩავარდა გზა. რასაც სავარაუდოდ და ალბათ უნდა ქონოდა შესაბამის უწყებას რეაგირება, მინიმუმ რატომ ჩავარდა გზა და დაიწყოთ ამ გზის გაკეთება. ზარო ჩავარდა, ნუ ჩვენთანაც სოფელში ჩემი აღმართი მაგალითად რამდენიმე ადგილას ჩამოიწია და მაგის გამო იყო მე მგონი უწყებებთან საუბარი და ფიშა დაგვიყარეს. მე ჩვენ თვითონ ვახერხებდით, ნუ ჩვენივე სახსრებით ამ გზის მოწესრიგებას. საინჟინრო გეოდინამიკური გეოლოგიური კვლევის პირველადი შედეგები სოფელს მომხდარიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ წარუდგინეს. კვლევაში რა თქმა უნდა არაფერი იყო ნათქვამი სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე. კვლევის პრეზენტაციაზე მოსულ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფიც. ჩვენი კამერის ობიექტივმა აღბეჭდა ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირება ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან. აქ მატერიალურზე კედლებზე და გობელებზე კი არა საუბარი. მე ისტორია მომიკვდა. კურსების მცხოვრებლები არ ეთანხმებიან სააგენტოს დასკვნას, რომ მეწყრული პროცესების მაპროვოცირებელი იყო მხოლოდ მარტის დასაწყისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები და ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა. ასევე შესაძლო სეისმური ბიძგები, ხოლო სხვა მიზეზებზე, მათ შორის მონიტორინგის არარსებობაზე, ან თუნდაც სოფლის მახლობლად გრანიტის მოპოვებითი სამუშაოების შესაძლო გავლენაზე არავინ საუბრობს. გამომძიებელმა რეპორტიორმა გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა საინჟინრო გეოდინამიკური დასკვნა, რომელშიც მართლაც ხაზგასმით წერია, რომ კურსებში მეწყრულ პროცესზე გრანიტის მოპოვებით სამუშაოებს გავლენა არ მოუხდენია. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ტეშენიტის, ანუ კურსების გრანიტის მოსაპოვებლად მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს გაცემული აქვს 4 ლიცენზია. ამ ლიცენზიებიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უშუალოდ მეწყრული სხეულის კონტურში 2 ლიცენზიაა გაცემული, თუმცა მათივე ინფორმაციით ეს ლიცენზიები არ მოქმედებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დანარჩენი 2 მოქმედი ლიცენზიიდან ერთი მეწყრის ცენტრიდან დაახლოებით 350 მეტრით არის დაშორებული. ეს მანძილი სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაში დასახელებულია როგორც სოფელ კურსებისთვის უსაფრთხოების დამადასტურებელი არგუმენტი. თუმცა სამთო მეცნიერებათა ექსპერტების განმარტებით ეს არ არის კვალიფიციური პასუხი. გრანიტის მოპოვებითი სამუშაოების ფაქტორის გამორიცხვაზე რომ ვისაუბროთ, უნდა გაირკვეს, რა მეთოდებით ხდებოდა გრანიტის მოპოვება. იყო თუ არა გამოყენებული ბურღვა ფეთქვითი სამუშაოები და დადგენილი იყო თუ არა აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღების გავრცელების უსაფრთხოების ზონა.
მით უფრო აქტუალურია გრანიტის მოპოვების თემა კურსების მეწყერთან დაკავშირებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არავინ იცის, ძველი კარიერები შესაბამისი წესებით არის თუ არა დალუქული. მე მაგ კარგად ვიცი კურსებს, ვიცი კურსებში მოპოვება რა ხდებოდა რა კარიერების ტექნოლოგიას ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ამ ტერიტორიიდან რა მანძილზე არის დაშორებული ეს მეწყრული ზონები, თუ იქაც ბურღვაფეთქით სამუშაოებით ხდებოდა ეს. უყურეთ, ახლა ბურღვაფეთქით სამუშაოების შედეგად იმ დღესვე კი არ ხდება მე მეწყრის ზონის წარმოშობა. ბურღვაფეთქით სამუშაოების შედეგად აი ეს სეისმური ტალღები, როდესაც გააჩენს ზედაპირზე ნაპრალებს, ეს ნაპრალებში თოვლის, წვიმის, ეს რო ჩადის, მე იქ რაქანები არის და აი როგორც ადრე გითხარით, იქაც მე ხომ შინაგანი ხახუნის კუთხე მცირდება. შეჭიდულების ძალები მცირდება და მე ამის შედეგად ეს გაჟეჟილი მასივი უკვე იძურის, ვეღარ იკავებს თავის თავს თავის სიმძიმის გამო და ხდება მეწყერი. რატომ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმის განსაზღვრას ბუნებრივი მოვლენები იწვევს დამანგრეველ შედეგებს თუ ადამიანის ან რომელიმე უწყების ქმედება? საქმე ის არის, რომ პირველ შემთხვევაში დაზარალებულებს ენიჭებათ ეკომიგრანტის სტატუსი და არსებული რეგულაციებით კი ყველა ეკომიგრანტს სახელმწიფო კომპენსაციას უხდის, კანონით განსაზღვრული სტანდარტული ოდენობით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული ადამიანის კომპენსაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ სახლზე არ უნდა აღემატებოდეს 30,000 ლარს. ეს კი დღევანდელ რეალობაში ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად ფორმალურად უნაზღაურებს განადგურებულ სახლკარს თავის მოქალაქეებს, რადგან რეგიონულ ბაზარზეც კი სახლებისა და კარმიდამოს შეძენა ამ ფასად პრაქტიკულად შეუძლებელია. ხოლო თუ ქონება და სახლკარი მოქალაქეებს გაუნადგურა ან დაუზიანა არა გარდაუვალმა ბუნებრივმა პროცესებმა, არამედ სახელმწიფოს ან კერძო პირის და კომპანიის ქმედებებმა, მაშინ სამართლებრივად დგინდება დამზარალებლის ვინაობა და მოქმედებს ზარალის ანაზღაურების იურიდიული მექანიზმი. ზარალის ანაზღაურების საკითხი ასეთ შემთხვევებში თითოეული დაზარალებულის მიმართ ცალ-ცალკე განიხილება და კომპენსაცია დაკარგული ქონების ადეკვატურია. კურსების მცხოვრებლები ელიან უტყუარ პასუხს ხელისუფლებისგან. გააკეთა თუ არა ყველაფერი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენა თუ არა ყველა მექანიზმი, რათა ტრაგედიის გარდაულობის შემთხვევაში ნაკლები ზარალი განეცადათ ოჯახებს, თუნდაც მატერიალური ქონების დროულად გამოტანა გადარჩენის მიზნით. ითხოვენ დადგინდეს, ვის ევალებოდა მეწყრულ ზონაში არსებული სოფლების მდგომარეობის კონტროლი და ვინ არ შეასრულა ეს ვალდებულება. გაირკვეს, რატომ არ მოусმინა ხელისუფლებამ სოფლის განგაშის ზარებს და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს მათი სტატუსი. არიან ეკომიგრანტები, რომლებიც მოულოდნელად დააზარალა სტიქიამ, თუ მათ საქმეში არსებობს დამზარალებელი, რომელმაც დადგენილი კანონით უნდა აგოს პასუხი და აუნაზღაუროს ზარალი მოქალაქეებს. ღვერკი და ხემაღალი. ისეთი 60-ში ცხოვრობდით, რომ ენით აუღწერავს. განადგურებული ვარ, რასაც ქვია. ადამიანად არ ვარგება. უნდა ვიბრძოლო, რომ გავიგო, რამ გამოიწვია ეს ჯოჯოხეთი. ცხოვრობდით 60-ში და ჯოჯოხეთად გვექცა ყველაფერი. უფლება და 2 წელიწადი გამუდმებით ყოველ წამში ურტყავდა და იყო ვიბრაციები. არავინ არც მთავრობიდან, არც რკინიგზიდან, არანაირი სამსახურიდან ჩვენთან არავინ არ მოსულა, რომ ეს შეემოწმებია ან ბიძგების, ან ვიბრაციის რამე იმასქნა, რა ქვია, აეღწერა. ან თუ რამეს დაგუშავებდა ეს აფეთქებები ეთქვა ჩვენთვის. 2026 წელს გამოიცა მთავრობის სპეციალური განკარგულება, რომელშიც სტიქიით დაზარალებულ 2 სოფელში, ღვერკში და ხემაღალში კომპენსაციის თანხა განსხვავებული ოდენობით დაწესდა. ამ სოფლების მცხოვრებლებს სახელმწიფო ერთ სახლზე მაქსიმუმ 50,000 ლარს სთავაზობს. ეს განკარგულება არ ვრცელდება სტიქიით დაზარალებულ სხვა სოფლებზე, მათ შორის კურსებზე. მაგრამ ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები გაზრდილი კომპენსაციის აღებაზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ.
მათ არ უნდათ ეკომიგრანტის სტატუსის მიღება, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ქონება გაუნადგურა არა ბუნებამ, არამედ მათი სოფლების სიახლოვეს მიმდინარე ბურღვა აფეთქებითმა სამუშაოებმა, რაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების პროცესში ხდებოდა. რაიმე მსგავსი მანამდე არ მომხდარა ჩვენთან ჩვენ სოფელში. ჩვენ სოფელში არის შემოსასვლელში და გასასვლელში 2 გვირაბი და შუაში 2 მთა ჩამოჭრეს. ვიცით რომ აფეთქებდნენ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემს სახშიც მიგრძნია ვიბრაციას და როდესაც ხმა იყო, ხმის მერე რამდენიმე წამში ვიბრაციაც მოდიოდა და ხის სახლი იყო მეორე სართული და აი ფეხითაც რო გაგევლო ვიბრირებდა მთლიანი სახლი შუშაბანდი და შუშებზე ვგრძნობდით ამას ვიბრირებდა. მაშინ მერი ვინც იყო ჩვენ მან მოიყვანა რკინიგზა მოიყვანა ჩინური კომპანია ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ და მაშინ დაგვაიმედეს რომ ეს ყველაფერი გავლენას არ მოახდენდა. ეს ძველი ბზარი არსებობს რომელიც 2020-21 წლებში სოფელში გაჩნდა და ზუსტად იმის გაგრძელება ახალი ბზარი რომელიც ორ სოფელს სტრეს არ ტყავს და რომელმაც მოიქცია შუაში ეს ორი სოფელი და ჩამოიშალა. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება 2011 წელს დაიწყო. 2011 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ჯგუფთან. მშენებლობის ზედამხედველობას ახორციელებდა ILF და DB International-ის კონსორციუმი. რკინიგზის მოდერნიზაცია საუკუნის პროექტად ითვლება, რადგან ამ პროექტის ამოქმედებით საქართველოს უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს საერთაშორისო გადაზიდვების ჯაჭვში. ქართველი გეოლოგები, ჰიდროინჟინრები და გვირაბმშენებლები არ არიან ჩართული პროექტის განხორციელებაში და ამიტომ ვერ ხსნიან ცალსახად, შეიძლებოდა თუ არა რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობას გამოეწვია ასეთი დამანგრეველი შედეგები. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პროექტი წინასწარი გეოლოგიური კვლევების საფუძველზე ყველა ფაქტორის, მათ შორის ამ მთის ქანების ბუნების გათვალისწინებით რომ შექმნილიყო, ასეთი შედეგები არ დადგებოდა. მაგრამ არავინ იცის, უძღოდა თუ არა რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესს წინ სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევები, რადგან ეს პროექტი თავიდანვე ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. პროექტი დღემდე ხელმიუწვდომელია ადგილობრივი სპეციალისტებისთვის და რაც მთავარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომელთა მონაწილეობა ასეთი პროექტების შექმნის პროცესში სავალდებულოა. არავინ იცის, რა გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები უძღოდა წინ პროექტის დამტკიცებას, რა ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიით ტარდებოდა ბურღვა აფეთქებითი და სხვა სამუშაოები, მთებში გვირაბების გაყვანისას, რომლებშიც მატარებლის ჩქაროსნულმა მაგისტრალმა გაიარა. როდესაც ბურღვა ფეთქეთი სამუშაოებით გადის გვირაბი, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუხტის სიდიდეს. მუხტი არის ის ფეთქებადი ნივთიერების საერთო რაოდენობა, რომელიც ერთდროულად უნდა აფეთქდეს, რომელსაც მოყვება სეისმური გავრცელების ტალღები. ეს სეისმური გავრცელების ტალღების უსაფრთხოების ზონები დგინდება სპეციალური ფორმულების საშუალებით, რომელიც გვეუბნება რა მანძილზე შენს მიერ ჩატარებული ბურღვა-ფეთქეთის სამუშაოები მოახდენს ზეგავლენას. ეს არა მარტო მეწყერ საშიშროების თვალსაზრისით, არამედ შენობა-ნაგებობების და ასე შემდეგ ყველაფერზე ეს სეისმური გავრცელების ტალღები რა საშიშროებას წარმოადგენს ზედაპირისთვის. ბურღვა-ფეთქების დროს მთავარია რო არ დააზიანდეს გარემო. ამისთვის კი ბურღილები უნდა იყოს წვრილი, ეგ არის ეგრეთ ტექნოლოგიაში წვრილბურღილებიანი ბურღილები და რაც მთავარია. ამ ბურღილებში უნდა მოთავსდეს ასაფეთქებელი მასალა იმის და მიხედვით როგორი კატეგორიის გრუნტები არის იქა. მე-6 სხვა რაღაცა უნდა, მე-8 კატეგორიის გრუნტ სხვა რაღაცა უნდა და ეს 2-3 სახეობის ასაფეთქებელი მასალა უნდა აფეთქდეს. სანგრევში ეგრეთ წოდებულ როცა აფეთქებენ, თქვა 2.5 მეტრო იქნება თუ 6 მეტრიანი იქნება აფეთქება. მაგრამ რაც მთავარია, ეს ასაფეთქებელი მასალა რამ უნდა მოიყვანოს მოქმედებაში, ეგრეთ წოდებული დეტონატორი ამ გვირაბში, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქანები რო არ დაიბზაროს და რაღაცა, ამას უნდა რამოდენიმე სერია, ესე იგი ეს ბურღილები თანდათანობით ფეთქდება, ისე კი არა უსისტემოდ. ჯერ გული უნდა აფეთქდეს ამ სანგრევისა, ესე იგი გული აფეთქდება, მერე ამ გვირაბის მოხაზულობის გარე ეგრე კონტურზე უნდა აფეთქდეს და ეს მეთოდებია და ეს უნდა იყოს გათვლილი.
არავინ იცის, სრულდებოდა თუ არა სტანდარტი მუშაობის პროცესში, რადგან პროცესი სრულიად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალე იყო დაპროექტებიდან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპის ჩათვლით. არაერთმა სპეციალისტმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებმა სცადა გამოეთხოვა პროექტი, რომელიც კანონით საჯარო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია პროექტამდე. საქართველოს რკინიგზის მესვეურები ყველა მათგანს უარით ისტუმრებდნენ, თანაც ისე, რომ არ განმარტავდნენ უარის მიზეზს. 2025 წლის 22 ოქტომბერს მივმართეთ წერილით, რომ გვაინტერესებდა, მოკლედ ამ პროექტის შესახებ, რაც იყო საჯარო ინფორმაცია, ეს გეოლოგიური დასკვნა იქნებოდა მანამდე, სანამ პროექტი დაიწყებოდა, აფეთქებები თუ გზის ფერდების ჩამოჭრა, მოკლედ რაც იყო მთლიანად, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ, რომ მოგვეცით საჯარო ინფორმაცია, რაც არის და ამაზე გაგვეცით პასუხი. დღემდე მოკლედ ერთხელ დაურეკეთ და გვითხრეს, რომ შემდეგ დაგირეკავთო, არ დარეკეს, ამის შემდეგ დაურეკეს და მოკლედ მოვთხოვე, რომ პასუხი მოეცათ იმას ჩემ განცხადებასთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ ვერანაირ პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ, აი ესეთ გაურკვევლობაში ვართ და დღემდე არ იძლევიან პასუხს. გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს არაერთი კანონი. პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია, აგრეთვე ორჰუსის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც საქართველოს შეუერთდა 2001 წლიდან. ამ კონვენციით საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა. ამას გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ, რა უფლებით ჩაუკეტა გზა პროექტისკენ რკინიგზის დეპარტამენტმა საქართველოს საზოგადოებას. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა საქართველოს რკინიგზას თავადაც მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ თბილისი-მახინჯაურის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის განხორციელებამ შესაძლოა უკვე დააზარალა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები. ამ პროექტის შემადგენელი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა მოგცემდა საშუალებას გაგვეგო დამოუკიდებელი ექსპერტების აზრი გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, გეოლოგიურ კვლევაზე, ბურღვააფეთქებითი სამუშაოების წარმოების პროექტზე და იმ კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენეს გვირაბების გაყვანისას. საქართველოს რკინიგზამ პროექტი არც ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოცემულ ბიულეტენში ჩართულ სპეციალურ რუკაზე ღვერკი და ხემაღალი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებად არის დატანილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ 2017 წელს გარდაულად იდგა მეწყრული პროცესების დაწყების საფრთხის წინაშე. ამიტომ გასარკვევია, თუ კი სოფლები ასეთ ზონაში იყო, რატომ არ მოხდა რისკების სწორად შეფასება 2019 წელს, როდესაც სოფლებიდან დაახლოებით 1 კილომეტრში რკინიგზის მაგისტრალის გასატარებლად დაიწყო სამთო სამუშაოები, გვირაბების გაჭრა. საკითხავია, რატომ არავინ გათვალა, რა ბედი ეწეოდა გეოლოგიურად აქტიურ ზონაში მოხვედრილ სოფლებთან აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას. და თუ ეს ვერ გათვალეს, დღეს რატომ არავინ აღიარებს რკინიგზის სამუშაოებსა და მომხდარს შორის მიზეზ შედეგობრივ კავშირს, რაც შესაბამისი სამართლებრივი სტატუსითა და კომპენსაციით უნდა დასრულდეს. ბეჟათუბანი, ნახევრად ჩამარხული სოფლის მოხუცები. ღვერკისა და ხემაღალის ტერიტორია ერთადერთი არ არის, რომელიც რკინიგზაზე წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს ეწირება. სოფელი ბეჟათუბანი პირდაპირ გვირაბის თავზე მოექცა. სოფლის ქვეშ გამავალი გვირაბიც ბურღვა აფეთქებითი სამუშაოებით გაიყვანეს. მოსახლეობა ყოველდღიურად გრძნობდა სეისმურ დარტყმებს. არაერთ ოჯახს სახლები სწორედ გვირაბის გაჭრის დროს დაებზარა ან დაეშალა. სოფლის ერთი ნაწილი გვირაბის აღმოსავლეთით უკვე ჩაწოლილია. აი ამ სოფლის ქვეშ უკვე აი ჩვენიდან 50 მეტრში შედის ახალი გვირაბი, რომელიც მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდა ჩინური კომპანიის მიერ
და წარმოიდგინეთ, სოფელი, რომელიც უკვე თვალნათლით ჩანს, ახლა ვერკში და ხემაღალში მაგალითის ვეთქვი, იყო გეოლოგიური რუკა შედგენილი რაღაც ესეთი, მაგრამ აქ თვალნათლით ჩანს, აქ არც რუკა, საჭირო არაფერი, რომ აქ მეწყრული პროცესები დაწყებული იყო და რკინიგზა გადმოტანილი. შევიდა გვირაბი აფეთქებებით. ეხლა მე როდესაც ამას ვსაუბრობ, ახლა მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვაგანაც მოგვიწევს ჩვენ სხვა ტერიტორიაზე ამ თემაზე საუბარი. გვირაბიც გაივლიდა, რკინიგზაც გაივლიდა, ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგებოდა, პროექტი უნდა გაკეთებულიყო, სახელმწიფოსთვისაც საჭიროა ეს და ყველაფერი, მაგრამ აქ არ შეიძლებოდა აფეთქებებით გვირაბის გატანა. რამდენიმე სახლი მეწყერმა უკვე ჩაიტანა. სამეურნეო მიწები გაქრა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მეზობლების ნაწილი უკვე წავიდა სოფლიდან, ხოლო ისინი დარჩნენ, ვისაც წასასვლელი არ აქვს. ესენი ძირითადად მოხუცები არიან, რომლებსაც ზაფხულობით მეწყრის შიშით შვილებიც კი ვეღარ სტუმრობენ. კომპენსაციაზე მათ არავინ ესაუბრება. დაბზარულ გვერდებზე გადახრილ სახლებში სულ 6-ოდე მოხუცი ცხოვრობს. ისინი იხსენებენ იმ დროს, როცა მათ ქვეშ გვირაბის გასაყვანად მთას აფეთქებდნენ და სახლები თვალსა და ხელს შუა ეშლებოდათ. მათ შეკითხვებს არავინ პასუხობდა და ბედის ანაბარა მიტოვებული შეშინებული მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. რას მოგიყო გვირაბი გევიდა და არიდან გულობს აისი სახლებიცა და მიწაიცა. აგერ კიდე გვერდი, აგერ ჩვენსკენ მე პირველი მოსახლეობა აგერ აქეთკენაც სულ ყველგან. სოფეთქები არისო აკოშკები და დაანდროია ყველაფერი. სახით შევინახე დაშლილი არის. რას ნიშნავს თქვენთვის ამ სახლების დანგრევა? ცოცავი მიწა არის. ხო. და შეიძლება უშუალოდ ვისო. დიდი იყო სოფელი? სოფელი 50 კომლი იყო. ეხა 4 ხარ? ახლა ვარ 4. დამარხული მდინარე. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეს უმზადებს გარემოს, ბუნებას და ადამიანებს. გვირაბების გაჭრის დროს ამოღებული კლდოვანი მასა, ნაყარი, აგრეთვე სამშენებლო ნარჩენები წლების განმავლობაში შეჰქონდათ მდინარე ზვარულას ხეობაში, კურორტების, ნუნისისა და ზვარეს მიმდებარედ და იქ არსებულ ხეობას ამ ნაყარით ავსებდნენ. დღეისთვის მდინარე ზვარულას ერთ-ერთი შენაკადი მთლიანად ნაყარით არის დაფარული. ჩვენ გადავიღეთ კლდოვანი მასებითა და ქვაღორღით ამოვსებული ხეობა, სადაც აქ შეტანილი ქვაღორღითა და ნაყარით ორ მთას შორის მესამე ხელოვნური მთა არის შექმნილი. ამ მთის ქვეშ გადის მდინარე ზვარულას ერთ-ერთი შენაკადი, რომელსაც ზვარულაში ჩააქვს ქვაღორღის ქვედა ფენები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა თვალნათლივ ხედავს. არავინ რეაგირებს მათ განგაშზე, რომ სოფლის მცხოვრებთა საკარმიდამო მონაკვეთებში უკვე დაიწყო ნიადაგის ეროზია და მეწყრული პროცესები და რომ შესაძლოა ოდესმე დამარხულმა მდინარემ და მისგან ზვარულაში ჩატანილმა მიწის მასებმა ისეთივე კატასტროფა გამოიწვიოს აქ გაშენებულ სოფლებში, როგორც 2015 წელს ვერემ გამოიწვია თბილისში. რკინიგზის მშენებელი კომპანიის ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ამ უნებართო ოქმედებაზე, რასაც იმერეთის ცნობილი ხეობის სახისა და ბუნების სრული ცვლილება მოჰყვა, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთხელ 2013 წელს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რასაც მოჰყვა სასამართლოს სანქცია კომპანიის მიერ ნაყარის, კლდოვანი მასებისა და სამშენებლო ნარჩენების შეტანის გამო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამისთვის არ იყო გამოყოფილი. ჩვენთვის უცნობია კერძოდ რაოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა კომპანიას, რადგან გარემოს დაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინფორმაცია ამის შესახებ არ მოგვაწოდა. მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს თანხა 50,000 ლარს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 50,000 ლარით გამოისყიდა ჩინურმა კომპანიამ მილიონობით კუბური მიწის ხეობაში უნებართოდ შეტანა და მდინარის კალაპოტში ხელოვნური მთის აგება, ასობით მოსახლის გარდაუვალი საფრთხის წინაშე დაყენება. მდინარე ზვარულას დაბინძურება და ნიადაგის ეროზია. ნუნისის ცნობილი ხეობის ხელყოფა. აი ეს მთლიანად, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა, აი ამ ორ მთას შუა, აქ იყო მდინარე, რომლის სადაც ჩვენ დგევართ, აქედან დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე დაბლა გადიოდა მდინარე და შემოიტანეს ხევი იყო კი.
მთლიანად ხევია ეს, ეხლა წარმოიდგინე, აქედან ჩადიოდა დაბლა 200 მეტრზე, ამოივსო მთლიანად ეს ხევი, პირდაპირ ხევია. არა ის, რომ სადმე ხევში გვერდზე დაიყარა, პირდაპირ ამ მდინარეზე დაიყარა და დაახლოებით 5 მილიონი კუბი შემოტანილია. მეწყერი არ ჩერდება. ჩვენ საგამოძიებო ჯგუფს ჯერ კიდევ მივლინებაში ყოფნისას შეატყობინეს იმერეთის არაერთი სოფლიდან, რომ მათ სოფლებში იწყება მეწყრული პროცესები. ვარდება გზები, წვება სახლები, იშლება სამეურნეო ნაგებობები, ნაპრალდება საძოვრები და ყანები. მაღალმთიანი იმერეთის თითქმის ყველა სოფელში დაწყებულია მეწყრული პროცესები, რაც ადგილობრივების თქმით მათთვის უჩვეულოა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ავიდა სოფელ ლახუნდარაში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მუნიციპალური ცენტრიდან 13 კილომეტრით არის დაშორებული, ზესტაფონიდან კი 10 კილომეტრით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ამ სოფლის რამდენიმე მცხოვრები უკვე გაასახლა საცხოვრებელი ადგილიდან, რადგან მათი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები მეწყერმა ჩაიდანა. სოფელში გადავიღეთ არაერთი დამეწყრილი ეზო, დახეთქილი ღობეები და დამსკდარი ან ნახევრად უკვე დაშლილი სახლები, რომლებიც სერიოზული ხიფათის წინაშე დგას. როცა გაკეთა ბეტონის გზა პერიოდულად სხვადასხვა ადგილას დაიწყო ბეტონმა გაბზარვა, რამდენიმე ადგილას ჩაიქცა მთლიანად და გვიწევდა შემოვლითი გზით მოსვლა სოფლამდე. პერიოდულად ამას აკეთებენ, მაგრამ შედეგი მაინც ის არის, რომ ერთ ადგილას შეკეთებული გზა მეორე ადგილას იხსნება. ამას გარდა უკვე მეწყრული ზონები შეინიშნა საძოვრებზე, სადაც მოგეხსენებათ თაგორიანი სოფელია და აქ საძოვრები ესე ვაკე ადგილები არ არის, ამიტომ როცა ხალხი თავის პირუტყვს უშვებდა საბალახოთ, უკვე შენიშნეს, რომ მიწამ თანდათან დაიწყო ჩაწევა, ჩავარდნა. ეს არის პირველი ნიშნები. ამას გარდა მოხდა ისე, რომ მეზობლის სახლიც ჩაიყოლა მეწყერმა, ჩაინგრა ასევე დამხმარე ნაგებობები რაც ჰქონდათ ეზოში, გავიბადე და გავიზარდე ამ სოფელში და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასე რთულად თუ იყო ჩვენ სოფელში უკვე საქმე ეს დამეწყრილი ადგილები დღეს რაც ვნახე, არასოდეს მსგავსი რამ სოფელში არ მინახავს. ჩვენი ინფორმაციით ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბაღდათის, ხონის კიდევ არაერთ სოფელშია დაწყებული მეწყრული პროცესები. მოსახლეობა შველას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს. ითხოვს კომპეტენტურ განმარტებას, როგორ დაიცვან თავი, როგორ გადარჩნენ წლების განმავლობაში გახსნილი, დანაპრალებული, ნახევრად დაშლილი მთების წინ მცხოვრებნი. აქ ყველას ახსოვს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტრაგედია 2024 წელს, როდესაც მეწყერმა 9 ადამიანის, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც არსებობდა საგანგაშო გეოლოგიური დასკვნები, ბუნების მიერ გამოგზავნილი ნიშნები, რომლებიც არავინ გაითვალისწინა. მაშინაც არ მუშაობდა ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა. მეწყერსაშიში ზონების უმეტესობაში არ იყო დამონტაჟებული მონაცემთა დროული შეკრებისა და გადაცემის მექანიზმი. რა ისწავლა სახელმწიფომ განვლილი სტიქიური მოვლენებიდან დღემდე? ამჯერად კურსების, ღვერკის, ხემაღალის მცხოვრებლებს მეწყერმა წაართვა ყველაფერი, მაგრამ ისინი ცოცხლები არიან და ელიან სახელმწიფოს პასუხს, როგორ გააგრძელონ სიცოცხლე. სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება მოქალაქეების წინაშე ხომ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.